მოგესალმებით, ეს არის გადაცემა იურიდიული ტელეკონსულტაციები, ჩვენ კი მისი წამყვანები ლიკა ჩხიტუნიძე და თურა ჯიბრაგიმოვა გახლავართ. რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის თემა მოქალაქის უფლებებია, რაზეც ჩვენი სტუმარი იურისტი ნათია ქოქიაშვილი გვესაუბრება. მაყურებელს შევახსენებ, რომ შეგიძლიათ ეკრანზე მიჩნდებულ ნომერზე დაგვიკავშირდეთ და დაგვისვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები. Salam hörmətli tamaşaçılar, efirdə vətəndaş üzr istəyirəm. Efirdə hüquq teleməsləhətləri verilişidir. Verilişimizin bugünkü mövzusu isə vətəndaş hüquqlarıdır. Bu haqda mən Turac İbrahimova aparıcı tərcüməçi kimi iştirak edirəm verilişdə. Həmçinin aparıcımız deməli Lika Çxitunidzədir. Həmçinin hüquqşünasımız bizimlə söhbət aparacaq. O isə Natya Kokiyaşvilidir. Bugünkü mövzumuz bayaqda xatırlatdığım kimi vətəndaş hüquqlarıdır. Hörmətli tamaşaçılarımız, əgər hüquqlarınız hansısa sahədə pozulubdursa da 22-15-92 nömrəsinə zəng vuraraq bizim hüquqşünasımıza suallarınızla ünvanlaya bilərsiniz suallarınızı. მოგესალმებით ქალბატონო ნათია, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. პირველი კითხვა ესეთი იქნება, რა შემთხვევაში შეიძლება მოქალაქის უფლებები დაირღვეს და ამ შემთხვევაში ვის უნდა მიმართოს მოქალაქე? მოგესალმებით, მინდა მოგახსენოთ, რომ თითოეული მოქალაქე შეიძლება იყოს სამეზობლო სამართლებრივი ურთიერთობა, შეიძლება იყოს სახელშემკრულებო ურთიერთობა, გარიგებიდან წარმოშობილი ურთიერთობა, აი თითოეული ურთიერთობის დამყარების შედეგად თუ თვლის მოქალაქე, რომ მას დაერღვა უფლებები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა მიმართოს დაცვის მექანიზმებს. კონკრეტულად კი მინდა განმარტო, რომ არის უფლებადამცავი ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ უფლებების დაცვას სასამართლოში. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არის სოციალურად დაუცველი, სწორედ მას ენიჭება უფლებამოსილება, რომ მიმართოს იმ უფლებადამცავ ორგანიზაციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეს, რომ უფასოდ დაიცვას მისი უფლებები ადმინისტრაციულ ორგანოში თუ სასამართლოში. ხოლო თუ მაგალითად სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას აქვს ადგილი და მოქალაქე დაზარალებული ან დამნაშავეს, რა თქმა უნდა, აქვს უფლებები რომ დაიცვას მინიჭებული, მაშინ სახელმწიფო აძლევს მას საშუალებას, ანუ სახელმწიფომ შექმნა ორგანო, რომელიც სასჯელ ახსოვების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, იურიდიული დახმარების სამსახური ემსახურება და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც არიან დამნაშავე ცნობილები, სწორედ სისხლის სამართლის ადვოკატები ემსახურებიან სასამართლოში უფლებების დასაცავად. Tamaşaçılarımız, ilk sualımız belə oldu ki, hansı təqdirdə vətəndaşın hüququ pozula bilər və o haraya müraciət etməlidir? Hüquqşünasımız isə söhbət aparır bu haqda, deyir ki, insanlar hər gün deməli hüquqi hərəkətlər edə bilərlər, deməli hüquq pozuntuları ilə rastlaşa bilərlər. Bu ola bilsin qonşu ilə münasibətdə, yaxud yaxınlarla, qohumla, yadla münasibətdə, iş yoldaşı ilə münasibətdə olan zaman əgər hesab edər ki, vətəndaş ki, onun hüquqları pozulubdur, bu təqdirdə müxtəlif idarələrə müraciət edə bilər ki, məsləhət Allah hüququnun pozulması haqqında ona məlumat verərlər, hüququ pozulubdur ya yox. Deməli, sosial təmənnasız ailənin üzvüdürsə həmin vətəndaş, bu təqdirdə təmənnasız məsləhətlər verilən idarələr var, müəssisələr var, hansılar ki, bu sosial təmənnasız insanlara deməli məsləhətlər verirlər. Yox, əgər vətəndaş cinayət törədibsə, bu halda deməli xüsusi dövlət tərəfindən təmənnasız deməli vəkillər var ki, hansı ki, onlar məhz həmin bu cinayət törətmiş insanların hüquqları ilə bağlı məlumat verə bilərlər. Deməli, bu halda cinayət törədən insanlar həmin şəxslərə, həmin vəkillərə müraciət edə bilərlər. ქალბატონო ნათია, მაგალითად კონკრეტული მაგალითი მოვიყვანოთ, როდესაც მეზობელი გამუდმებით ზემოდან უშვებს წყალს. ამ შემთხვევაში მოქალაქემ თავი როგორ უნდა დაიცვას, ვის უნდა მიმართოს? მინდა მოგახსენოთ ამ კითხვაზე პასუხი, ძალიან აქტუალურია ეს საკითხი, როდესაც მრავალბინიან სახლებში მოქალაქეებს, ანუ
ერთ მეზობელს ექნება პრობლემა იმის, რომ მუდმივად მეორე მეზობელი უშვებს სისტემატურად წყალს და აქედან ელახება მას, ზიანი ადგება კონკრეტულ შემთხვევაში. ხშირია მაგალითად, რომ მათ სურთ ურთიერთშეთანხმებით მოაწესრიგონ ეს საკითხი, ვერ აღწევენ შეთანხმებას, აქვთ გამუდმებული დავები, უკმაყოფილება, კამათი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის გამოსავალი. ამ შემთხვევაში კანონი აძლევს საშუალებას თვითონ დაზარალებულს იმ მეზობელს, რომელსაც ზიანი მიადგას, რომ დაიცვას თავისი უფლებები სასამართლოს გზით. მარტო სასამართლოს გზით შეიძლება რომ მარტოს სასამართლოს თუ მანამდეც შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ეს არის სასამართლო წესით მოხდეს უფლებების დაცვა, ეს არის ერთადერთი გზა. არის შემთხვევები, როდესაც საპატრულო ორგანოს მიმართავენ პატრულს გამოიძახებენ, მაგრამ პატრულის კომპეტენციაში არ შედის ამ ურთიერთობის მოწესრიგება, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსში არის მთელი რიგი ნორმები, რომელიც ითვალისწინებს სამეზობლო სამართალს, სამეზობლო სამართლის ნორმებს და აქედან გამომდინარე ამ ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს სასამართლოსთვის მიმართვა და უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნა, რომ სასამართლომ დაიცვას მიყენებული ზიანის დაზარალებული, ვთქვათ, მეზობლის უფლებები. პროცესუალურად მინდა განვმარტო, რა პროცედურები უნდა გაიაროს იმ მეზობელმა, რომელსაც მიადგა ზიანი. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მარტივი, მაგრამ თუ ეს ურთიერთობა ვთქვათ, მეზობლებს შორის ხანგრძლივია და წლების განმავლობაში სისტემატურად აზიანებს მის კერძო საკუთრებას, ბუნებრივია ხა სამოქალაქო სამართალში კი არის მაგალითად მითითებული, რომ მეზობელს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ეს თმენა შეიძლება იყოს მრავალწლიანი, ხომ? ყველაფერს აქვს დასასრული და აქედან გამომდინარე ანიჭებს ამიტომაც კანონი უფლებას, რომ მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებების დასაცავად. პროცესუალურად ეს როგორ შეიძლება მოწესრიგდეს? პროცესუალურად იმ მეზობელს, რომელსაც მიადგა ზიანი, უფლება აქვს, რომ აუცილებელია გარდა უფლებისა ვალდებულება ენიჭება, რომ მიმართოს სპეციალისტს, რომელიც შეაფასებს მიყენებული ზიანის ხარისხს, მოცულობას, ღირებულებას, დადებს სათანადო დასკვნას და აი სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე შეფასდება ზიანის ხარისხი და ამ დასკვნის საფუძველზე შემდგომ მიმართავს სასამართლოს, რათა პროცესუალურად არ იქნას დახარვეზებული სარჩელი და სწორი მიმართულებით შევიდეს სასამართლოში და უფლებები უფრო მყარად იქნეს დაცული. Bayaq sual olundu ki, məsələn, əgər çox mərtəbəli binalarda yaşayan insanlar arasında ola bilsin münaqişə ola, məsələn, yuxarıda yaşayan qonşu, yuxarı mərtəbədə yaşayan qonşu aşağıdakına əgər su axıdırsa və bu sistematik hal və müntəzəm olaraq qonşu aşağıdakı mərtəbəyə deməli su keçirsə aşağı mərtəbəyə, bu halda qonşular nə etməlidir? Aşağıda zərər çəkən qonşu, hüquqşünasımız deyir ki, ola bilsin bunlar aralarında hansısa bir razılığa gələrlər, yaxud da mübahisə edərlər, qarşı durma yarana, narazılıq yarana. Bu halda qonşu deməli zərər çəkən insan ola bilsin mütəxəssisə müraciət edə və mütəxəssis gələ ona dəyən zərəri hesablaya və bundan sonra deməli qonşuya müraciət edərlər yardım üçün. Əgər o razılaşmasa, bu halda deməli məhkəməyə müraciət etmək lazımdır və məhkəmə bu iki qonşu arasında olan mübahisəyə son qoya bilər. Amma qonşunun susma hüququ da var, amma susmağın da bir yəni harayasa qədər həddi hüdudu var. Deməli həm daim susmaq da yaxşı deyil. Deməli, bax, məhkəmə, əgər patrula müraciət edərsə qonşu, bu halda patrulun səlahiyyətlərində deyil, yardım edə bilməz. Yenə də patrul da yaxud da hər hansı bir orqan mütləq bu təqdirdə, bu halda məhkəməyə müraciət etməsini məsləhət görər qonşunun. მინდა ისევ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალურად გავაცნო მაყურებელს ის პროცესუალური ნორმები, რაც მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია, როდესაც მოსარჩელე მხარეს, ანუ დაზარალებულში აქვს სარჩელი სასამართლოში, ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია, რომ გამოიყენოს საპროცესო ნორმები, სამოქალაქო საპროცესო ნორმები. ჩვენ მე უკვე აღვნიშნე, რომ
სპეციალისტის ანუ ექსპერტის დასკვნის საფუძველზე უნდა მოხდეს თქვათ ზიანის ხარისხის შეფასება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გვეუბნება რომ ქონებრივი დავის შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულების 3% სახელმწიფო ბაჟი ქვია. ანუ თითოეული მოსარჩელე მხარე ვალდებულია რომ სარჩელის შეტანისას გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, რათა მოსამართლე მწარმოებაში მიიღოს მისი სარჩელი და ვთქვათ არ გამოიტანოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, ვინაიდან კონკრეტული თანხა თუ არის მითითებული რამდენი უნდა კი ბატონო, გეტყვით მაგასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ზოგადად მითითებული გვაქვს რომ ქონებრივი დავის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშება დავის საგნის ღირებულების 3%. ეს უფრო ნათელი რომ გავხადო, მინდა გითხრათ რომ მაგალითად თუ მომადგა ზიანი და ექსპერტმა დადო დასკვნა რომ ჩემი ზიანი არის 1000 ლარის ღირებულების უნდა მოხდეს ამ 1000 ლარიდან გაანგარიშება, ანუ 1000 ლარის 3% ბაჟი ვალდებული ვარ რომ მოსარჩელე მხარემ წინასწარ შევიტანო სასამართლოს ანგარიშზე, მაგრამ თუ ეს 3% არის მაგალითად 100 ლარზე ნაკლები, ხო, ხშირ შემთხვევაში ახლა 500 ლარის 3% 100 ლარზე ნაკლებია, თუნდაც 1000 ლარის 3% 100 ლარზე ნაკლები, ამ შემთხვევაში 100 ლარი ყველა შემთხვევაში უნდა გადავიხადოთ. და მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მართალია მოსარჩელე მხარეს წინასწარ ევალება რომ ბაჟი შეიტანოს სასამართლოში, მაგრამ პროცესის თუ მის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილება გამოვა, შეუძლია იშუამდგომლოს, რომ მეორე მხარეს დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ანუ საპროცესო ხარჯები შემდგომ მოპასუხე მხარეს დაეკისრება, ანუ ვისაც დაეკისრება, რომ ზიანი აუნაზღაურდეს, მას ასევე დაეკისრება იმ ბაჟის გადახდა და თქვათ ადვოკატის მომსახურების ხარჯის გაწევა მეორე მეზობლის სასარგებლოდ. Deməli, hüquqşünas bu haqda ətraflı söhbət etdi qonşuların deməli mübahisəsi ilə bağlı. O deyir ki, əgər qonşu qərar qəbul edər ki, məhkəməyə müraciət etməlidir. Bu haqda deməli zərər çəkən tərəf, yəni zərər çəkən qonşu məhkəməyə müraciət edəndə vətəndaş proses normasından istifadə etməlidir. Belə ki, o mütəxəssisin, bayaq qeyd etdiyim kimi, deməli, mütəxəssisin qərarından sonra, ekspertin qərarından sonra şikayət edir məhkəməyə və məhkəməyə müraciət edərkən ona dəyən ziyanın, yəni ekspert əgər qərar çıxardıb ki, bu insana, zərər çəkən insana 1000 liralik zərər dəyibdir, bu 1000 liranın 3%-ni əvvəlcədən deməli dövlətə ödəməlidir bu insan ki, onun işinə məhkəmə baxa. Əks təqdirdə bu mümkün deyil, amma onu da qeyd edim ki, hörmətli tamaşaçılarımız, hüquqşünasımız dedi ki, hər halda deməli bayaq misal gətirdik ki, 1000 lari olmalıdır. Amma qanunla belədir ki, 100 laridən aşağı olmalı deyil. Ola bilsin 1000 larinin 3%-i 100 laridən aşağı ola, amma hüquqşünasımız deyir ki, mütləq 100 lari və 100-dən artıq olmalıdır bu qabaqcadan dövlət üçün ödənən məbləğ.